ჩვენ ვიმყოფებით დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტში და არა იურიდიულ კომიტეტში ან კიდე სხვა კომიტეტში. ეს კიდე სხვა, ასე ვთქვათ, სხვა განზომილება არის, თუ შეიძლება რა? თუ შეიძლება, ისა რა ქვია? ხო. ლაპარაკობ და ხო. არა, ჭკუა ყველა ლაპარაკს, თქვენ თუ ჭკუის სწავლას იმასვე, აზრას სწავლობთ. თქვენ რატო ერევით ჩემგან? თქვენ რატო ერევით? ხო, ამიტომ მოვითხოვ, ამიტომ თუ შეიძლება კომიტეტში ვარ, კარგად. რა იცით მე? რას იცით? საქმე არის ის, რომ თქვენ ერთი და იგივე მაშინ საქმე ეხება იმას, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მოითხოვდნენ დეოკუპაციას, თქვენ ჩააგდეთ ეს თქო მანქანებში, გააქანეთ პოლიციაში და დააკისრეთ იგივე ჯარიმა, რასაც აკი დააკისრეთ და თხოვულობთ ოკუპანტებისათვის, რომლებიც გადალახავენ საზღვარს. აი ეს არის სიმართლე. მასხარა დაუძახე შენი ოჯახის წევრებს. გასაგებია, ეხა შენობით გელაპარაკები შენ. თუ შეიძლება. მაჩა ხმას დაუწიე, ბიჭო და ყურები გამოიხიკე შენა. მასხარა უთხარი შენი ოჯახის წევრს მიხი. გაგაფრთხილეთ. კოჭის გაგაგორებინე მე შენ კოჭს. ხალი ხარ პროსტა. ბიჭო შენ დაწყნარდი ბიჭო, შენ დაწყნარდი საერთოდ ყვავებო თქვენა. ნუ გაზე დემაგოგიური ფორმულირება, ასაც ხე ესენი აკეთებენ, რამდენჯერ მეტი ხილული მაგალითი უნდა დაინახოთ. რასთან როგორ გვაქვს საქმე. ძალიან არ მინდა ესე დებატებში შესვლა, მაგრამ ესეთ რაღაც უტკეფრობას, უზრდელობას და რაღაც ხეპრეობას ვერ ვიტან. ვერავისგან და ჩემთანაც ასეთი კანონები დააწესონ. ხეპრე და უზრდელი ხარ შენ. შენ არ მიგულისხმი ხარ. და წყნარად იყავი და მე აგიხსნი, მე მაქამდე მოვალ. დაწყნარდი ბიჭო, შენ დაწყნარდი რა, შენ გოშია, დაწყნარდი. ქუჩის ბირჟაზე ხარ შენ.